მესმის, არაფერი არ მესმის, კაია, კაია, აქ უფრო კაია, ახლა ჯობია, უფრო ყველა ჯობია, აქ. საღამოშვიდობისა მოგესალმები ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო. ეს არის ბინა ნომერი 18, მე კოდიკო თოლორაია და ჩემი ძმა და მეგობარი ლევანიკა გოგორელიანი იგივე ფაქო. და ნინი კიდე. ნინი, DJ ნინი. მოგეთ, კვლევარებმა დაადგინეს, რომ 9 საათიან კურიერში მარტო საათი არის სწორი. აი, დანარჩენი ვერ გაიგებ ვერაფერს. ისე კურიერზე გამახსენდა, მინდა რუსთავი 2 სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს მიულოცო 20 წლის იუბილე. მართლა წითელი გულით გილოცავთ, ესე იგი 20 წლის იუბილეს, მაგრამ ეს არაფერი, ნუ აგერ პირველი 65 მიუკაკუნეს, მაგრამ რა ხეირ. მოდეკი, რაღაც 20 წლის გახდა მართლა? კი, 20 წლის გახდა. 20 წლის. 20 წლის არ არის პატარა. 20 წელს უკვე ისეთი ასაკია, რომ უკვე შეიძლება რაღაცა. არა, ესე პატარები არ ევასეო. პატარები თუ არ ევასეო, აყავდათ 65 წლის პირველი არხი, მაგრამ რა ჩაატარები თო? მოკლედ ესე, Georgian Dream Studio present ეს ფრაზა, მე მგონი ყველამ ვიცით, ყველამ რა შვიდივემ. ხო და პირველმა არ ხო კითხა რომ ეს Georgian Dream Studio გავიგეთ, მაგრამ ეს present რა არისო? პრეზენტი საიტალი რო ჩამოგდის ხოლმე და აი მოგადა. მაშასე Georgian Dream Studio present. მოკლედ ისეთი სიცხეები არის სამზაფხულში, ისეთი სიცხეებია, რომ აგერ ახლა უკვე ბიჭებს შეგიძლიათ გოგოებისადმე ჩრდილში მიიპატიჟოთ რა. ისე ხო სად კაიჩერო ნახო. თეატრი, კინო, თეატრი ეგეთია თეატრი. დაწყა შეასწავლე. მოკლედ რის გამო ნინი ხო აქვე მაგ შენთან შეგებ ცურვა იცი ისე კარგად ცურავ? ანუ არ იძირები ხო? წყალში არა ხო? პრინციპ შენი ისეთი ორი ტიპტივა გაქვს რა ჩაგძირებს რაღაცა ინავარდე წყალზე. მოკლედ ესე. თბილისში და ზოგადად საქართველოში ისე დაცხა, რომ მერსიმ ძუძუებიც გაიხადა. ყველაფერი გაიხადა. ძუძუებიც მიაყოლა ბაღებ. ესე იგი მერსი და ძუძუები არ ვიცი, მაგრამ ამ სოფლიო ჩემპიონატზე ისეთი ამბები არის ატეხილი, მოკეთ ეს ფაქო იტალიის გულშემატკივარი არის, აგერ ჩვენი ნინი ხან ბრაზილიას, ხან ესპანეთის გულშემატკივრობს, ვიღაცა არგენტინას გულშემატკივრობს, ვიღაცა რუსეთს გულშემატკივრობს, ვიღაცა რუსეთს გულშემატკივრობს. ხოდა რა არის იცი რომ აი ვის ხომაგებთ ვის და ვის გულშემატკივრობთ ჩვენსაც მივხედოთ ხალხო ჩვენსაც მივხედოთ საბერძნეს ჩვენსაც გულშემატკივრობთ რა ესე ჩვენი საბერძნე მოკლედ დავალებოთ სოციალიზმის ბევრი გვაქვს ნალაპარაკი კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ და ეხლა გადავიდეთ პირდაპირ უცნაურ თემაზე უცნაურზე აზანტიპს საქართველოში დაარქვეს გამარჯობა გაგიმარჯოს ანუ პირველ დღეს იქნება გამარჯობა, მეორე დღეს ვა სასტავ, მესამე დღეს ავახა შეჩემა. მეოთხე დღეს და გავყვება ეს დეიზგინებამდე მივაბო. მოკლედ, მე მინდა სულ ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც ჩვენი ერთგული მაყურებლები არიან, ოპერატორებო, ძმებო, დიდი მადლობა. ჩვენ ვარ ერთგულები, ვინც მოკლედ ჩვენი გადაცემა გავს ძველ საქართველოს, ძველი საქართველო იყო. ერთ გადაცემაზე 10 მაყურებელი მოდის. არ არის პრობლემა, 10 მაყურებელს ნახავ ნებისმიერ დროს. მაშასე ოღონდ არ არის. აუ როგორ და როგორც თქვი. კარგი, არ არის პრობლემა. დღეს არ გვიყურებენ, ხვალ გვიყურებენ. ხვალ არ გვიყურებენ, ზეგ გვიყურებენ. ზეგ არ გვიყურებენ, დაგვეძრევა. Georgian Dream Studio ეს არ მიხოცია შენ ბატონებო მოვიდეთ ჩვენთან სტუმრები! ნიშა შილდა დედა უკან ნინია ხო ბაბაზე ნინია გამარჯობა როგორ ხართ მეგობრებო სალამ კარს გაგიგებთ ახედან ანუ შოუს ელემენტები არის ის ხო ჩვენი ხმა ოკეი გამიღე კარის გლადი 1 2 ნიშა შილდა დე როგორ ნინია ბაბაზე
როგორ ხარ მეგობრი ყურაშვილით მი? დავიწყებ იმით, რომ ესე იგი რამდენიმე დღის წინ ვიყავით ესე იგი კინოთეატრში, ნახეთ ტაქსი, ასე რომ პირველ რიგში აპლოდისმენტები და respect. მოკლედ ძალიან მაგარი ფილმი იყო, აი ვედაფაქო ვიყავით, ერთად ვიყავით. ვისაც არ გაქვთ ნახე, აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი, იმიტომ რომ გაგისწორდებათ. რა ეხლა მე ვარ დავით, აი გაგისწორდებათ, იღადავებთ, იცინებთ, გულიანად გამოხვალთ, ილაპარაკებთ დიდხანს და იქნებით საკაიფო ხასიათზე, იმიტომ რომ ნახეთ კარგი ქართული ფილმი. მოკლედ აი სუპერ ფილმი არის რა, გილოცავ კიდევ ერთხელ ჩემო მიშა. მადლობა. გადაჭრა. რა დაიწყო? ბიჭო, არ დაჭრა ძვირი. დაჭრა სადღაც 50000 ლარამდე. მართლა. აი ახლა 1000-ად შემიყვარდა. მართლა. ამიტომ რომ ეს არის რა ქვია. ჩვენი აპარატურით გადავიღეთ ეს მარტივად და შესაბამისად ძვირი არ გამოვიდა. პატარა გადამღების ჯგუფი ვიყავით და რეჟისორში, სცენარში, პროდიუსერში ჰონორარი არ გადაგვიხდია, იმიტომ რომ მე ვიყავი სამი. კარგია. ეს იმის ნიშანია, რომ არ არის ბევრი ფული, იმის საჭირო, რომ კარგი ფილმი გადაიღო, აუცილებელი არ არის. არა, რა ჯობია. ეხა ფული ცუდი საერთოდ არ არის. არაფერს ხელს არ უშლის, მაგრამ უბრალოდ შეიძლება რა, ყველანაირად შეიძლება. მთავარია რომ მუღამით თუ აკეთებ, სულით და გულით, მერე არის შანსი რომ გამოვიდეს კარგი. ხო, ნინიასთან უნდა გადავიდე აუცილებლად. ნინიასთან მე ვარ გადმოსული. წერარი სადაწყა. ნინია, ანუ ეს იყო დებიუტი, ხო, შედგა ამ ფილმში შენ როგორც. მე ვიცი რომ სერიალებშიც ხარ, ხო? არა, მუშაობ. კამერის აქეთ მუშაობ და ფილმში მოხდი კამერის მეორე მხარეს. ანუ შეიგნეთ. შუაში რა ხდება? შუალეთი. როგორი არის? იქით, კამერის იქით. საინტერესოა, მაგრამ ძალიან რთული არის. აქედან რო ხარ და აძლევ განკარგულებას ეუბნები რა როგორ გააკეთონ, ძალიან ადვილია. ესე გეჩვენება და სახიობებსაც ვთვლი რომ ადულად გამოძეს ეს ყველაფერი, მაგრამ მე კი არ გამიჭირდა, უბრალოდ თავიდან დაძაბული. ამ გამოცდილება არ ქონდა, ხო? არ მქონია. რამოდენიმე რაღაც რეკლამები რაღაც ის პატარა იყო, მაგრამ ფილმისთან, ესეთი ფილმის ბევრად დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ოჯახი სადაც ვარ, ის ოჯახი იღებდა ამ ფილმს. მე მგონი რომ გაამართლა ოჯახის წევრი სხვანაირად გაფასებს მაინც და რა თქმა უნდა. თუ ნახევარი მაინც გამოვიდა, მე კმაყოფილი ვარ. ქება ხოტმა დიდება შევასხეთ. რაც გადაიხადეს იმისი ვაკეთებ. ჩემამდე არაფერი მოსულა ფაქო და ვერ მოვა მაინც ამოგეტანეს. ვერ მოვახერხე, რა. ვერ უცებ ვერ გნახე რა. ანუ ფორმულა კრეატივის ჩართული იყო თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, ფილმის გადაღებაში და ეს მერამდენე ფილმია, რაც ფორმულა კრეატივის ამბავს. მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმი არის, უკვე კარგად ბევრი დაგროვდა. 2008 წელს გადავიღეთ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ეს იყო რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, საახალწლო კომედია, 2000 აი ომი რო დამთავრდა 6 თვეში. არცაცით არცაცხელე და ეგრევე მშვიდობით ვისარგებლეთ მაშინ და 2008 წლიდან კი გავიდა 6 წელი. ანუ საშუალო წელიწადში ერთ ფილმს ვიღებთ. ფანტასტიკურია. მაგარი. აპლოდისმენტები. სულაც არ არის, მაგრამ მეტი შეიძლება. მეტი შეიძლება ალბათ დაგეგმილი ხარ რა თქმა უნდა, ხო? კი. რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სხვადასხვა კინოზე არის საუბარი, რაზეც ვფიქრობთ. ანუ ჟანრი კომედია ეს როგორ ერთი მიმართულებაა და ამას არ უხვევთ? არა, უნდა გადაუხვიოთ აუცილებლად რა, იმიტომ რომ მარტო კომედია არ არის რა, ის არის რა ქვია. მაგრამ იდეაში ხო ყველა კინო რაც მე მინახავს კომედიის ელემენტებს ყველა აბსოლუტურად ყველა შეიცავს. ხო მაგის გარეშე კინოს საათნახევარი ერთი თუ არ გაგეღიმა ისე ვერ გაჩერდები რაღაც პარადოქსი თუ არ დაიჭირე. ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი საინტერესო ფოტო რომელიც გინდა რომ განახოთ. აბა და შეაფასო რა. აქეთ ხوارჯობია მის რომ გადმოგბძანდეთ ცოტა ხნით, მობძანდეთ. ოკეი. ეხა ოდიში ზურგით. ინი აი შენც შეგიძლია ესე იგი მონიტორისკენ. ძალიან საინტერესო ფოტოა და გვინდა შენი კომენტარიც ყველა ერთად განვიხილოთ. არ გვილაპარაკი ამ ფოტოზე. ოკეი. შეხედოთ. ეს რა? ეს ნახე. ეს არის მანქანიდან არის გადასული. მანქანიდან არის. წელი ნახე. გადაჭოჭებული. წელს ზემოთ ბანკომატში არის შემზრალი, ნახე? ოდნავ რა, გადავიდა ისე რომ იქვე იმას აქნას რა. ისე მე გადმოთან მარჯვნულიანია რა, აქეთ მე გადმოვა. მარჯვნულიანია თუ მარჯვნაა, საით არის? მარცხნივ აქვს რული. ხო. იქით გადავიდა, გადმოვიდა.
ეხლა რა მინდა რომ გითხრა. ეს ადამიანი დღეს ჩვენთან ერთად არის. მინდა რომ აი აქ მოდი. მოდი ჩვენთან, მოდი. გუგა რომ აქიძე. მოდი, მომგანდი. ევა უცებ გავიდა. რა ხდება, იცი რომ გამარჯობა, სასიამოვნო არის, სასიამოვნო. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა. ესე იგი, სანამ მე გუგასთან რამდენიმე შეკითხვით გადავალ, მანამდე მიკროფონი მინდა ვთხოვო რომ მოგვაწოდონ და აგიხსნით რაშია საქმე. მოკლედ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა სოციალურ ქსელში ეს ფოტო, ქონდა 1 საათში 200 რაღაც შეარი, ქონდა კომენტარები ძალიან ბევრი და ყველა იმას იზახდა რომ ვინ არისო, ან რატო დაგებადა ეს აზრი რომ მანქანიდან გადმომძვრალი ბანკომატში შემძვრალი ყავითო ეს გეკნა. სერვისი მოიფიქრა ბარიულზე მანქანა, ბანკომატი მანქანიდან და გუშინ მეუბნებოდი ფილმზე ერთად ვიყავით. აქაც მაგრამ მანქანით უნდა შემოსული ყავი. ყველაფერს მანქანიდან დაკეთებს. მანქანიდან ჭამს მანქანა. გუგა ძალიან ბევრი ადამიანი ახლა ელოდება შენს კომენტარს. ესე რა გასაგვირი არის? რატო? GDS ხო არის? და? ხო, და? რა თქმა უნდა. რა? მანქანით მოსულ. ანუ სულ მანქანიდან სულ ფეხით ფულის მოხსნა და აქედან დაღლილობა ყველაფერი მანქანიდან მარტივად შეიძლება ფანჯარა ჩამოწიო, გადახვიდე, გადმოხვიდე. ალბომა გუგა. ყველა საინტერესოა ვინ იყოს სინამდვილეში და ამიტომ გავაკეთეთ ეს რომ ეს ინტერნეტ მომხმარებელზე ზრუნავთ ჩვენ. მე მახსოვს მიშა ძალიან პატარა ვიყავი. პატარა და მიხუზა. პატარა და ძალიან მიხუზა ვიყავი. აა ხელა. არა ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მიშა და ჩემი ძმა და კიდე რამდენიმე ადამიანი რა გქონდათ როკ ჯგუფი იყო. ერქვა რეკვიემი. რეკვიემი. ხო და გარაჟში ქონდათ ის ხო? პავილიონი თუ სტუდიაც რაც იყო რა. იქ და მოდიოდნენ ხოლმე და სულ უკრავდნენ მაგრა და სუხოძე იყვნენ ხოლმე. ანუ კიდე ხო? დრამზე ამბავი. არა, აღარ დამიკრავს მილიონი წელი. ეგ იყო ბიჭო 22 წლის. 22 წლის. ანუ მე ვიყავი 8 წლის მაშინ. ისე მახსოვდება რა მოგცა. კი, თოლოლაი არისო, მაშინ თოლოლაია იყო. თოლოლაია. ხო გაიხსენე ბავშვობას რაღაც დასარტყამი კი, ეგრე შემიძლია. ხო, რაღაცა ცოტა ის რომ იცით აზარი. ოღონდ არა, ისეთი დრამი გვაქვს ახლა. ანუ როგორიც იყო სტუდია, დაახლოებით ისეთივე დრამია. ოკეი, აბა როგორ იყო? ხო და ცადოთ ხო, რაღაცა ცოტა გავხურდე და ხალხიც აგერ მოიხოდება. ნინიაც, ხო, იქი ჩვენი ნინი. კარგი, მზად ვართ, აბა მეგობრებო, შემოვიტანოთ დასარტყამი ინსტრუმენტი სპეციალურად მიშამ შვილდაძესთვის. გავიხსენოთ კარგი წლები თუ რა უნდა, ხო? ჰეი. რა. გამიგებად მეგობრებო, გესალმებით ყველას. და შემოუწყოთ ისინი ფერას. შემოუწყოთ შემოუწყოთ. კარგია. ამის ხო დაგმიჟა. ცინკი. ამას რომ ვერ იქონდეს მაგარი იქნებოდა. ხო. აი. ეგ არის. დაახლოებით 3 წელი არსებობდა ჯგუფი რეკვიემი. 3 წლის მანძილზე და ბოლო 3 თვე გქონდა ჩვენი დრამი. აი მანამდე ამაზე გაცილებით თუ არა ინსტრუმენტი ჰქონდა. რაზეც უკრავდით. გედერის დრამი იყო ეგეთი ტაქტონი ერქვა ემახსოვრებათ ბებერ ხალხს. ხო, მაგრამ სასწავლად თავიდან. ეს ამას დაიწყო? კი. ხო, ანუ მე მეუბნებიან რომ არ ნუ მანდ არის ორი რამე არის რა, თან სწავლობს და თან მეზობლებს ნერვებს უშლებს. თან მეზობლებს ნერვების მოსვლას ნერვების მოსაშლელად აბსოლუტურად იდეალური არის. აია. ბრწყინვალეა. დაკვლასაც ისწავლი, ხო? თავარია რომ ეს გინდა რომ გაჩუქოთ. ხო. ბაზარი არის. მაშინ მე დავრეკავ მანქანას. აბა შეგიფუთა და სადაც ზეთო გაცმე. მაგალითად მოგწევო ტელემაყურებლებო ძირფასო სტუმრებო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმრები იყვნენ მიშა შვილდაძე და ნინია ბალავაძე. მე როგორ ხარი რა იკაკუნა რა იკუშ თამაშობ დენ და რა ვქნა მინთაგა აკები რაუდა ანუ ცე პროდუქცია ჯერ შევხედო რა ჭირს ეხა ესე მარტივად შეიძლება ახედე მიდი ჯერ შეხედე იქნება რა ჭირს აჰა ამდენი
სტუმრები ამოვიდა ყელში და ამოვიდა ყელში და ამოვიდა ყელში ამდენი სტუმრები ამოვიდა ყელში და ამოვიდა ყელში ამოვიდა ყელში და რეიზა მოდი ხარ ჩვენთან გადაცემაში სიმონ რეიზა მოდი ხარ ჩვენთან გადაცემაში სიმონ ამდენი სტუმრები ამოვიდა ყელში ამოვიდა ყელში ამოვიდა ყელში არ უყურე ამასობაში ჩვენი მომდევნო სტუმარიც ჩვენს კარს მოადგა და თუ გამოიცნო მოდი აგიხსნი გინდა ვითამაშოთ გამოცნობანა როგორ ხარ ჯერ მეგობარო სახელს რო არ ვიტყვი აქ პატარა გამოცნობანა გვაქვს მე და ფაქოს ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მომდევნო სტუმარი მოკლედ ერთ-ერთი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილების დეპარტამენტის შემოქმედებითი წვის უფროსი მეორე რეგალიებს ვთვლი ახლა წერალი ფანტასტიკური არაჩვეულებრივი იუმორის მქონე და სცენარისტი ადამიანი კიდე გინდა შეგავაგზელო უეჭველი მართლა ვერ მივხვდი მიდი აბა არ გაიხედო ხო თუ არ გავიხედო ხო არა არ უნდა გაიხედო მოდი გავაღებ პირდაპირ კაი გააღი კარი და მაშ ასე ჩვენი განაცემის სტუმარი არის ირაკლი კაპრინაშვილი ირაკლიდან შენიზე რომ თავდებოდა თავიდან გული გამიზდა და როგორ ეტილი იყო ჩემი ფეხი იცოცხლე მოგძანდი შვენივრად მოწყობილება რა გენაღლება რა სახლი რა ოჯახი რა ბიჭი რა გოგო ხელი მეც არ მოვსულ ვარ ეხლა უცებ ვერაფერი წარმოგიღეთ მანქანა მივაყენე ბანკომატთან და რაც პრემია რაც დაჯდა გამოგიღეთ და გაიყავით ბარაკის დღე გვაქვს ფაქო ბარაკის ცოტა გოგოსაც ხა გოგოსა შვენიერი როსტოკი მოკალეთ რა ესე დოლარების შეკვრას ვერ იჭერდეს გოგო როგორ ხარ ირაკლი იკაკუნა რა იკუშ უმანათებ ეს ცოტა ხანი მიანაცეთ სულ ყურადღების ცენტრში ხარ პრობლემა არ არის გვაქვს აქ მოეში ყველა განათებულები ვართ ისე რომ თქვენ რა გენაღლება ჩვენ ისე ხარ როგორც ადრე იყავით თუ ცოტა არა ყველაფერი კარგად არის ისე შევხვდით ამ ფულს რომ ხვდები რომ არაფერი არ შეცვლა ჩვენთან ამას ჩვენთან მოგცემდა ვინმე თანამშრომელი ჩვენ ფასამდე მოგცემდეთ ბამბანერკა შემოვიტანე ესე ჩვენთან რა ხდება სამინისტროს ჩვენთან კი ვარ დოლარები ევროები წვენა მაგრამ ჩვენთან რა ვიცი დავდივართ ესე გავყავს შუქი უშუქოსოფლებით აღმოგვაჩნდა ქვეყანაში ბიჭო არ არსებობს შენ 28 უშუქოსოფელი სადაც უბრალოდ შუქია ახლა ამ დროისათვის არ არის? ეხლა უკვე არის 8 სოფელში უკვე. ანუ თქვენ და 20 დარჩა? ნერს მიეტაპობრივად მიუყვებით კი კენაცვალე. ძალიან კარგი. ხო არა მიიყევით. საჭიროა ხო დენი ყველა. დამაინტერესებს იცი ალბათ ხშირი იქნება ხოლმე ისეთი ზარი არ ვიცი SMS-ი, Facebook-ზე რაღაც დაწერა რომ დენი წავიდა ჩვენ და მეგობრები ხო ძირითადად. არა ხო ბოლოს ეთმა დაწერა და თამაშობს დენი და რა ვქნა მინთა აყევი რა უნდა. თუ როგორ თამაშდები? ყველა თავის აყოლა ყველას თავის. აბა გავიკეთე დენის თამაში. დენის თამაში საყოლა. დენის თამაში არ ვიცი, არ აყოლო, ჩემთან სულ იყო დენი. ხვდები მე ხა არ ვიცი, ხა რა გონია თქვენ რომ. იქ ხუხიაში სულ არის. სო. გამინდოდა მე თქვა ის ნატურა რო ჩაქვრა, შენ ჩააქრე თუ გაფუჭებულია თუ რაშია საქმე? ბიჭო რა არ ვიცი იგა მომიხედა მიხედო მე კონტაქტები კი არა და არ მაგალითად მე უკვე შენობით მიმართავ დენს იმანაც არ მოგმართოს ხანახაც ის ხოლმე შენობით მიმართავ ეს მალადოია ეს დიდებს უწყდება ბიჭო არ შეგიძლია რომ თან თქვა რამე ლექსი წაიკითხო თან რომ პოეტი ხარ და თან აი შუქიც რო აათო რა ესეთი ან უცებ რო დაწერო ჯერ შევხედო რა ჭირს ეხა ესე მარტივად შეიძლება მიდი ჯერ შეხედე იქნება რა სჭირს ო მომეცი ო ბიჭო რა დაგიზიანებია აგრესივნები მობილიზებული ვიყავი აქეთ ეს განსხვავებია ან მაგრად შენ ესანთებს თუ ცეცხლსანთებს კიდე მაგრად ხო არ ვიცი
რატო გასვალეთ ადგილები? ახლა ხო. არა მიუჯდეთ. შინაულად nobody. კაი ჩუსტები გაც. მე თუ ჩაუთელო. რო ჩაუთელო ქუსლი და მე დავიჯდე გემრია. დამაჭირა ცოტა. მე ბერჯერ ჩაუთელო მე შემოაჭერე. ეს პოპონჩიკი რა უყავი პოპონჩიკი. ეს ორი მაქვს. რა მაინტერესებს იცი რომ გაყო მე ხა ძალიან ისეთი სტანდარტული ბანალური შეკითხვა რაღაც კურიოზები, მაგრამ ამ ხელა სამინისტროში რომ მუშაობ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხარ, უფროსი ხარ. ალბათ ბევრი ისეთ ადამიანთან გექნება შეხება უცნაურთან, ხო, რაღაცნაირად. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ამ სფეროსთან ამოვარდნილ კონტექსტში რაღაცებს გესაუბრებიან, ოღონდ ამას გულისხმობენ. არის ხოლმე ესეთი რაღაც შემთხვევები? არა, ეგეთ შემთხვევები როგორ არ არის, მაგრამ ყველაზე კურიოზული შემთხვევა არის ჩემი და მინისტრის დამოკიდებულება, ოღონდ სანამ დავიწყებდით. აბა, საინტერესოა, კახი გალაძეზეა. აი ფეხბურთზე დავიწყებდით ლაპარაკს თავიდან და გამოსამშვიდობებლად მაშინ ვნახე რომ ფეხბურთელი იყო. ისე ვერ ყვები, მე ფეხბურთში და ფეხბურთი გონში არ ხარ. შენ ხო რა სამბო? მე რა სამბო, ეხლა რაღაცები. კარებს არჩევდი დღეს აქ. კი, არ ვიცი ხო, რატო იცი რა, რაღაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს შეიძლება უყურო, იცი რაღაც. ბიჭო, ვერ ვარჩევ რომელია ვინ ვისკენ უნდა. არა, ხოდა მე ვკითხულობ წინასწარ. სხვადასხვა ფერია თუ. ხო, ეგ დალტონიკი ვარ, ვერც მაგას ვერ ვარჩევ. იმას ვარჩევ, რო ჩამოიყვანეს გამოსამშვიდობებელი მატჩზე ვიღაც მაგარი ფეხბურთელები ჩამოუყვანია თურმე. გამწადებ რომ აბა ამასთან თუ გადაიღე ფოტოს და პილიპო თუ რაღაცებს ვიძახდი რომ მოეხედა რომელი იყო. და მალდინი ვიცაი და მალდინის რო ცნობდი ვაძლევდი ტელეფონს გადამიღე ახლა ამასთან. მალდინის გამო დავიწყე ვაფშე ფეხბურთის ყურება. ვაფშე ამ საერთოდ ხო? ანუ რასაძრობ რა? რაღაცა მე რა ვაცმე. დიდ ფეხბურთში მალდინის გამოწახვედი? მე რა მახსოვს იცი ერთად შევშევდით და რაღაც მაგარი ისტორიას ყვებოდი და მე ისე მოხდა რომ ვეღარ დაასრულე რა რაღაცა ძაღლთან დაკავშირებით. ბიჭო, ვასიკო? ვასიკო რაღაც ხო ახსენე და რაღაც ვეღარ დაასრულე. ეს ისტორია მე გავიშალეთ რა ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით. შეგიძლია რომ ეხლა კი, როგორ არ შემიძლია მოგეთ ვასიკო აცხონოს აღლების ღმერთმა. აღლების ღმერთმა. მეგობრის სახლში მოიყვანეს ქუჩის ზაღლი ვასიკო. ზაღლი და აქვს ვასიკო და თან ქონდა ეპილეფსია იჭრა. ეს თავს კიდე გადავარდებოდა. ოთხი მეგეთ გაშილე ეკტო. თუმ არიცი ახლა ეს ისტორია შენ. არა, ეს არ იყო მაშინ. შენ არ იყო. ჯავიაში მე რა. ჯავიაში. ეს მოგი ყოი ჯავიაზე მაგარი ისტორია. ის ისტორია. ხო. ამა, ჩემზე უყვები ხა? არა, მე კიდე იტყვით ხო მე. ჯავია. და ვასიკო როგორც იქნა მიაჩვიეს რომ ეზოშინია ჩასულიყო ეკნა და ამოსულიყო 2 წელსო გახდა 2 წლის თავზე უკვე ვასილი როა ვასილივანიჩ ჩავიდა ეზოში ქნა ამოვიდა ჩავიდა დაიკარგა ვასილი არჩანს და პირობითად მანადეი და დგას აი მასე ვასიკო ეცახის და არჩანს ქვემოთ ვიღაც ჩინოვნიკი ცხოვრობდა იქეთ ხო და ჯიხურში დაცვით ბიჭებმა ახდება გაბატონო მანანაო და ვასიკო დაიკარგა 2 წლისო და გადაკეტილია ქუჩა ეძებენ ვასიკო 2 წლის ეს ხალათი ტყვილი ვასიკო ჩამოდის და ბიჭო თუ არ გამოჩნდება არ არის პრობლემა და როგორ ვასიკო 2 წლის და არის დიდის და ბოლოს ამოყო ბუნკერიდან თავი ვასიკო აი ვასტაპის პოლიცია მიდევს მაგრამ გარდის რა ვასიკო რა გვაძებნია შავიას მაგარი ისტორია იცი რომელი? რა იცი? ავარიაში მოყვა რა რამდენი? ეგ ხახ, აი გუნა იცოდეს. ავარიაში მოყვა, მშავე, ნუ გადარჩა ყველაფერი კარგად დამთავრდა. სიტუაცია არის ხა ესეთი რომ რესპუბლიკურთან ვართ და ანუ რესპუბლიკურში უკვე მივიყვანეს დამტრეული. ანუ როგორ არის რომ ექიმები ხო შეეციან იქ მშავია უცებ გადმოვა რაღაცა და დაძაბული სიტუაცია ეხა გვეცნება ყველას, მაგრამ აი ძალიან დაძაბული სიტუაცია, იმიტომ რომ რთული ისენი ქონდან, რაღაც ტრამვები ქონდა რთული და გრიგოლია ნიკა გარბის და ყურისო. სახეზე ხელი არ ახლოთ, ეგ ეგეთია. ოპერაციით. არა, რეანიმაციაში შეყავთ უკვე რა, რომ ოპერაცია უნდა გაუგო რეალურად. გადარჩება, არ გადარჩება, ეგ საკითხია და ხო შეყავთ და წარმოიდგინე საკაცეზე ყავთ და შეყავდა ეს ექიმები მიდიან და შორიდან კორიდორში ესე გრიგოლია მორბის გაჩერდით რა იყო სახეზე ხელი არ ახლოთ ეგ იყო ჯოვია იყო ისე და არა მარტა ესეთი იყო ხო
მოკლედ ხო ის ჯავიაც ხომ მოგიყვა ერთ-ერთში გაგიბათილეთ რა ეხა ერთი შენზეა ეხა შე დოუშ აბა შედეგი არის რა დოუშვა არ მახსენდება ხო ძალიან მაგარი ამბავი უნდა გითხრა ამბავი კი არ გითხრათ ანუ შენ ცნობილი ხარ შენი Facebook კომენტარებით ხოლმე რა სტატუსებს და იმეებს დებ ხოლმე კომენტარებს აკეთებ გლეჯვა და ხლეჩვა შუაზე არის ხოლმე ანუ სასაცილო საკაიფოდ გააკეთა რა ხო გლეჯვა და ხლეჩვა როგორ მაგარი როგორ თხოვე ყველაფერი ისე გავაკეთე სად მიდის რა შეიძლება იცი არის მოვედი იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ გოგოს ჩამოვედი მოგიყო ამბები ძალიან საინტერესო თავროდის შენ გაიხარ შენი და როგორ არის კარგად არის კარგად კაი გოგოები ხარ მაგრამ გოგოებთან გამახსენდა რა ხდება ბიჭო რავი აი გავხდი მაგრამ მაინც მე მეგობრებიან რა მეგობრობა ის უცხარი რა არამაზე ხარ გიყოლე დავშტა ისე მოგწიცი მოი ესე არავისთან მოტრუნო ახლოს მოდი მე ავდგები მოდი აქ გამოჟე კაცო გამისკდა მეცადაობი მოდი ეს ხო იცი აი ეს ახალი კაბა მოგიდებ შვერიერი ბისაკ ბახჩა ბაღბოსტანი ორივე დებს ისე იმდენი ძიქვი დაგჭირდებათ საერთაშორის ამის და გზაშია მოემართება ჩვენსკენ აქ ამბავი ატყდება ჩემი რაში ბრაზილია კამერული გვაქვს თამაში არის დღეს ბრაზილია კამერული ამით უნდა თამაშო შენ დღეს ფეხბურთი მაგას ნასოკია ვისაც ამოარტყავს და ეს თვითონ შეხება თუ გევასწრო შეიძლება მეორეც ამეებით ორიეს ერთად აბა ერთის ჩამიპაჭუნე всё გაღიარე всё გაღიარე მოკლედ ესე იგი მე მინდა ეხ ნენელა რომ დაგემშვიდობო ხო ნენელა არის როგორც აქედან იწყებ რა ეხა ნინი წავა და ტრეკ შაგირთავ მიდი პატარა გამაცილე რამე ესე დინამოთი გამიშли საერთოდ არ გვაქვს ხო ჩვენი ოჯახი არის სუღია შენთვის მიხარია ნებისმიერ დროს შეგიძლია შემოგიო რამე არ გაგიხადათ ხო ნაი ან ეგენი ჩვენთან ჩვენ რაღაცა ისე თანგის ვალს მაინც გავისწრებ მოკლედ მოკითხო გადაეცი სამინისტროს ბატონ კახის ბატონ კახის კი და ხო და მე მინდა რომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ პირადად ბატონ კახი კალაძეს აი ჩვენი არქის და გადაცემიდან მივესალმო კიდევ ერთხელ მადლობა რომ ესეთ კარგი თანამშრომლები ყავთ და ესეთ კარგად ენი გვაქვს შუქი ყველაფერი და გეპატიჟებით ჩვენს გადაცემაში ნებისმიერ დროს გაშლილი ხელით და ასე შემდეგ. ახლა ჩვენი გადაცემა ხომარი ხო? გვექნება, ყავაც გვექნება, იმედი მაქვს. კი. და ისიც წყალი. სოკი მოკი, სოკი რა. კოსაფარი გვექნება კომპოტები. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი გაფრინდაშვილი. შეგო ბუხატაკი. მადლობა. დიდი მადლობა. აუ ვერ გამიგე თუ დავლევა არ შეგიძლია გას ლე. ის მოვედი რომ გავაჯაზო. შენ ვიცი გულ შემატრივარი ხარ. რა თემა? იტალი. იცი რატო? ნესტას ვიზუალზე გინდა. მომწონს გოგოების შემართება, მომწონს. ორი. დაგიწყა ჩაი? აბა ვინაი ქაბატონები მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად. მივესაბოთ ქაბატონი ნინი ბადუაშვილი. ვაუ, ნინი. ეს მოგიყვანე. მარა. ვინა შენ დასაყარებული. რამაგან გოგოა თუ ვიცი? გოგოა, ოქი გოგო. გამარჯობა. სადაც გე მოშინაურდით. ო. მაკო მეტრეველი ნინი ბადურაშვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნინი გაიცანი შენი და. მოდი თუ მინდა, მოდი ჩვენთან, მოდი. მარტო გოგიჩა რა ქვია? მოდიან მაშინ სწავლენ ხო? და მე მგონი ყველა გადაცემაში ვარ. აბა. არ როგორ ხარ? სახელი დავარქვათ. მოდი, აბა ვითამაშოთ თამაში რა დავარქვათ ჩვენს პატარა სტუმარს. ლიკა ეგვენიძეს ყავი, ხო ლიკა ხო იცნობ? კი, როგორ არის? კოცი ერქვა იმას რა. კოციე დავარქვათ. მოდი კოციე. მოდი ციე. პლანი მოციე. კატა გაციე. პრაქტი მოციე. გაციე. მოკლედ გოგოებო. რა მაინტერესებს? ფეხბურთს გიყვარს ხო? გულშემატკივრობთ, ვიცი. კი.
ანუ ეხლა ვერ გეტყვი რომ ძალიან ის ვარ რა ქვია მონდომებული ვარ მაგამ ბავშვი მაგრამ არა ბავშვობაში ვიყავი ძალიან დიდი გულშემატკივარი ბრაზილიის ნაკრების ვაუ რა მაგარია მაკო მეც ასევე სხვათა შორის მაისის ესე არის არა ძერფი და ბავშვები ხო ბრაზილიის გულშემატკივრობდი და ეხლა უკვე ჩემი შვილი დამყავს ფეხბურთზე და რაღაც აქტიურად ვარ ჩართული და მას გულშემატკივრი არა მე ვიყავი გერმანიის გერმანიასაც გულშემატკივრობდი იმიტომ რომ გერმანიაში ცხოვრობდი ცოტა ხანი და მე ძალიან მომწონდა ზუსტად არ 2002 თუ რა არ ვიცი რომელი წელი იყო როდის ვიყავ და რატო გადაწყვიტე რა გერმანიაში იცი რატო გადავწყვიტე იმიტომ რომ გიჟდებოდი ბალაკზე ანუ ვიზუალურად იმდენად მომწონდა რომ ნუ მისი ეშხით ვიყავი მე გერმანიის გულშემატკივარი არა თუმცა ძალიან მაგრებიც არის მე ვიცი რომ ჩემი შემდგარი და მაგრამ აბა შენ ვისი გულშემატკივარი ხარ რა თემაა კამერუნის იტალია იცი რატო ნესტას ვიზუალზე გიჟდები გერმანიის გულშემატკივრად მაინტერესებს ერთსა გერმანია თემა ჩვენ ოჯახში იმიტომ რომ ნუ მამაჩემი ჩემთვის მამა ესეთი მამა არის ნაღდი მამა დედა ბასტიბუ ჩემი და მაგამ ბავშვი გერმანიასაც შეიძლება გულშემატკივროდან ბრაზილიასაც დღეს ჩვენ გულშემატკივრდ შენი ისტორია მოგვიყვა რა რომელი მოკლედ ჩვენ ვიყავით ერთად დიდი ხნის წინ არ მახსოვს რამდენი იყავით ერთად იმაში რა ქვია ერევანში ვიყავით სხვა პონჩი ვიყავით სხვა პონჩი ვიყავით ერთად ერევანში და ერთად ყოფ იქ მოყვა ბადურაშმა ნინიმ ისტორია ისეთი დღეს რომ მოვიდა გავახსენე რა უცბად მოგვიყვა ეგ ისტორია რა ქალაქურთან მოხდა ჩხუბი ესე იწ არა ქალაქურთან მე ეგრე მახსოვს ეგრე სადაც მოხდა ჩხუბი მაგრამ ეხ გაეცინებათ ხო აუ უეჭველი გაეცინებათ რა მოკლედ ძალიან სასაცილო ისტორია აი უეჭველი ჩხუბია მოკლედ გაქანებული და ჩემი მეგობარი იბრძვის ამ ჩხუბში და მოკლედ საოცრება ხდება და გოგო გაგიჟებული შემორბის ამ ჩხუბში ცენტრში და ნუ რაღაცა გასაშველებლად თუ რაღაცა და უცბად ტექსტი აუ ვერ გავიგე თუ დავლევა არ შეგიძლია რას ლე რეაქტივისტის მოვედი რომ გავაჯაზო თუ დავლევა არ შეგიძლია რას ლე თუ დავლევა არ შეგიძლია რას ლე უნდა შრა აუ ისე მართლა რომ უნდა გითხრა არ აი კოდიკო შენ გითხრა შენ ვთხარით რა ვიცი მე რა უნდა უთხრა შენ და რა ტრეკებზე მინდოდა რომ შენ გითხრა ტრეკებზე ისე ხო ნანუკა ჩვენი ტრეკები აქ ისე ვამიქსირებდი ხოლმე და მაგით შენ სტივტივებ წყალზე შინაურობაა მაგრამ ხო არის როცა იღლებდი არა ეგ ფაქოსაც ძალიან კარგად გამოდის რა ტივტივი ო ის ხალხზე ჰაირის ხალხზე ჯიგარი ხარ ეხლა მე და მაიკები მაქვს მე თქვენთვის ისე კი არაო რა უნდა ვქნა აი ესე იგი რა ხდება რა როგორც იცით სოფლიო ჩემპიონატზე რა თამაშებიც მიმდინარეობს ჩვენც ლოგიკურად მიყვებით ამ თამაშებს ხოლმე წინასწარ თამაშობთ ხოლმე ანუ ამ გუნდების გულშემატკივრები მოვყავს სტუდიაში ჩვენთან ერთმანეთს ვაჯიბრებთ ხოლმე ფეხბურთში არის ხოლმე ორი ტაიმი ლოგიკურად ოღონდ პირველი ტაიმი არის 2 წუთიანი მეორე ტაიმი არის 2 წუთიანი ჩვეულებრივად კარები იცვლება ხოლმე აგდებს მსაჯი რა თქმა უნდა ხურდას ვინც არიული თუ რეშკა როგორც იქნება ის იწყებს თამაშს და ასე შემდეგ მაგრამ რა ანგარიშითაც დასრულდება ჩვენთან შეხვედრა რეალურად იმ ანგარიში დასრულდება ხოლმე 2014 წლის ჩემპიონატში ასე რომ ძალიან უნდა მოინდომოთ კამერუნთან მაშას მაგრამ სად ითამაშებთ ანუ სად ითამაშებთ ხო არის თავარი სადაც ხო ერთი აქ ცოტა ხანში აშენდება ისეთი სტადიონი ვერ წარმოიდგენთ მართლა ერთი აღჯერა ეხა ნახე 1 2 3 სტადიონი გაბატონებო და ბატონებო ვინა ნომერ 18-ში გრძელდება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და დღევანდელ დღეს ერთმანეთს შეხვდებიან კამერუნის ნაკრები ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. აპლოდისმენტებით მივესალმოთ მაშასე დღევანდელ შეხვედრას. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ საჯობას გაუწევს ლევანიკა გოგორელიანი იგივე ფაქო კამერუნის ნაკრებში თამაშობენ ნანუკა და ნინი, დები გოგიჩაიშვილები
ბრაზილიის ნაკრებში მაკო მეტრეველი და ნინი ბადურაშვილი. თითეული ტაიმი შედგება 2 წუთისაგან, ანუ 2 წუთიანებია ტაიმი. მთლიანობაში 2 ტაიმის თამაში მოგიწევს. მაშასე მიესალმეთ ერთმანეთს, რაც შეეხება წინა მაჩებს, მე გეტყვით, რომ პირველი თამაში, როდესაც შედგა ბინა 18-ში, ეს იყო ესპანეთი, ჰოლანდია, ესპანეთმა 3-2 დაამარცხა ჰოლანდიის ნაკრები, ხოლო მეორე შეხვედრაში იტალია ეთამაშებოდა ინგლისის ნაკრებს და ანგარიში დამთავრდა 6-1 იტალიის ნაკრების სასარგებლოდ. ნახოთ რა შედეგი დასრულდება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა გისურვებს წარმატებას და სიტყვით უკვე გადავდივარ დღევანდელი საღამოს სტაჟთან ლევანიკა გოგორელიანთან. ალბობა, მართლაც. საშკარამდე თამაშობთ, ავშედებით, ჯარიმეს მე კარნახობთ, ჩემს გარშე 2 წუთი თამაშობთ, მაშასე პირველი აგვირჩიოთ ხა, ისი იქნება კარი, ვისი ბურთი. ესე დავარდება თუ ესე დავარდება? მეც კარი და ბურთი რომელია? ესე დავარდა. კარს იჩერდ ბურთს. კარს. კარს აიდგინდა კარი. იქით შეიცვალეთ. მოიცა მე და. თქვენი წერა. თამაშის წესები თანახმად შეგიძლიათ. მეორე ტაიმი თქვენ დაიწყოთ. მეორე ტაიმი თქვენ გაიწყოთ. თამაშის წესების თანახმად შეგიძლიათ ორივე მოთამაშემ, ანუ 4 მოთამაშემ, ორ-ორმა შეგიძლიათ კარში იყო, შეგიძლიათ ორივე გამოხდეთ კარიდან ითამაშოთ, ოღონდ როდესაც ხართ საჯარიმო ზოლში, მაშინ შეგიძლიათ ბურთის ხელში აღება. საჯარიმო რომელია, მაგრამ საჯარიმო არის აი შემოხაზული თესლი. ერთი და მე ხარ ხავს? ახლა უკვე იწყება თამაში. 3 2 1 წავიდა შეხვედრა. პირველივე წამებზე კამერონის ნაკრები დაწინაურდა 1 ბურთით. გოლის ავტორი გახლავთ ნინი გოგიჩაიშვილი. ხარშენი იწყებს ბრაზილია იწყებს ხარშენი. ბრაზილია იწყებს ახლა. თამაში ბრავო, ესეთი დინამიური თამაში ჯერ არ ყოფილა ბინა 18-ში, 1-1 გახდა ანგარიში. სულ რაღაც რამდენიმე წამი არის, რაც დაიწყო შეხვედრა. საკმაოდ ენერგიულად თამაშობენ გოგოები. აბა ნახოთ, მაკო არის. მარტო რა თქმა უნდა, 2 დების წინააღმდეგ და ბრაზილიის ნაკრები დაწინაურდა 2-1 ანგარიში. დები გოგიჩაიშვილები არ პასიურობენ, მაგრამ ხო, რაღაცა ის გაკლიათ. მოტივაცია. წავიდა თამაში. ბრავო! კინაღამ ავტოგოლის მომწრეები გავხდით. ნინი ჯარიმა. გარეთ აიღო. Yes! შეგიძლიათ გაახვეოთ გულშემატკივრებო თქვენი ფავორიტები. 2-2. კარგია, კარგად მატაობს მაკო მეტრეველი. მომწონს ენერგიული გოგო არის, ხარტი გოგოა. ეს არის ის მომენტი, როდესაც მხოლოდ ბურთზე ფიქრობენ გოგოები და მეტი არაფერზე. ბრავო ნინი, ბრავო! მეორე დაიხსნა თავის კარი. ნინი გაათამაშა ბურთი, მაგრამ ძალიან ცუდად. ნინი შეგიძლია გამოხვიდე ხოლმე თამაშიდან. უბრალოდ საჯარიმოდან. ჯარიმა. დაჯარიმდა ბრაზილიის ნაკრები. კიდე ერთხელ და გაგაფრთხილე. ნუ იქნები ეგეთი მკაცრი. გადმიადი. ეი. წავიდა. სასტენზე. ოპა. ტანგაგოლ. წავიდა. ჯოქში არიან ჩვენი ნაკრების წევრები. აიღალე გოგოები, მაგრამ მაინც არ ნებდებიან, რა თქმა უნდა. მეთოკეებს. არ ვიცი ამ დაკომენტარები უნდა ვაკეთო ხოლმე, მაგრამ მიდით გოგოებო, მიდით ნინი შევიდა თამაში. ძალიან კარგად მატაობს მაკო მეტრეველი. ოფსოს. პირველი ტაიმი მორჩა 3-2 კამერონის ნაკრების სასარგებლოდ. ძელდება. ფანტასტიკური შეხვედრა. კამერონი ბრაზილიის წინააღმდეგ. აქაც პირველივე ტაიმზე მეორე ტაიმში გაიტანა კამერონის ნაკრებმა, ესე იგი ბურთი პრინციპში ავტოგოლი იყო, 4-2 არის ანგარიში იგებს კამერონი. საჯარიმოდა ცენტრიდან გაიტანა ნინი 4-3. გეჯერობით მაინც უპირატესობას ქონს კამერონის ნაკრები.
შეტევებს ვაგზელებ. ბრავო. მაშინ პენალტი. რამდენი თამდენია? 4-4. არ დამინახავ. ვინ იწყებს? 4-4. არ იხლებოდა ტრაფას წავიდა შეტევა. ნანუკა გამოდი, იაქტიურე. წავიდა მაკო. კარგი დარტყმები. არ დაიღალოთ გოგოებო. დაღლა არ არის. 5-4. წადი. გონდია. შესვენებას ვითხოვ დედას ვითხოვ. 10 წამი დარჩა. 10 წამი დარჩა. ხო? მორჩა. 4 წამი დავამატე. 4 წამი დავამატე. 4 წამი. ანგარიში. დამატებული იყო. აიხო. დამახო. შემოგდადი. ახლა შეაგდო. ხო, 5-6. პანიცებულო ტელემაყურებლებო. ერთიც რა, 5 წამი. შეიძლება მაიკები გაცვალოთ. რა პრობლემაა? შეგვიძლია ჩვენ გავცვალოთ, ფაქო. მაშასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, პატიცემულო სტუმრებო, ბინა ნომერ 18-ში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა კამერუნის ბრაზილიის წინააღმდეგ 6-5 დაამარცხა კამერუნის ნაკრებმა დემა გოგიჩაიშვილებმა ბრაზილიის ნაკრები მარკო მეტროვი და ნინი ბაზურაშვილი გემსიდოების მომავალ შეხვედრამდე დარწმუნებული ვარო იგივე ანგარიში იქნება რა თქმა უნდა ნამდვილ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში აი ორი გუნდის შეხვედრის დროს ისურვებს წარმატებას ჩვენ ერთი კვირის გემსიდოებით ლევანი კაკაბორელიანი იტალიის გუნდს ვიკრებით ბარაკოში ათა უგულო შემადგენლად იტალიას რა თქმა უნდა. აყვავთ. ესეც ყველა.